მოგესალმებით, ეთერში ATV+ საინფორმაციო გამოშვება გოჩა ჭკადულასთან ერთად. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არის თანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს. პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, ვინაიდან საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს და ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აღიარებული აქვს ადამიანის უფლება და ევროპულ სასამართლოს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება. თუ ეს ვალდებულება არ შესრულდება, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სანქციები. მე მინდა ეს ყველა შევახსენო, რაც შეეხება საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელობას, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აქვს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, 2008 წლის ომი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საჭიროა სიღრმისეული გამოძიება, ვინც არის თანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებას ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, განაცხადა ირაკლი კობახიძე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება. ყველა სფეროში პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველოს აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისთვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს. ირაკლი კობახიძემ იმ დანაშაულებზე ისაუბრა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა, მათ შორის ახალგაზრდების ქუჩაში მკვლელობაზე, პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ბიზნესის რეკეტებზე, არჩევნების გაყალბებასა და 2008 წლის ომზე. მე შემიძლია დანაშაულები შეგახსენოთ მარტო დაახლოებით 150 კაცი, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს ქუჩაში. რაც შეეხება ციხეებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ხშირ შემთხვევაში გაუპატიურებას, ეს დანაშაული არის დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომელიც საუბრობს წამების სისტემურ პრაქტიკაზე სააკაშვილის სასამართლოში. ეს კიდევ ერთი დანაშაულია ბიზნესის რეკეტის უამრავი ფაქტია. ბიზნესის რეკეტში ჩართული იყო უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს წარმოადგენს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას. ეს არის თვითონ ნაციონალური მოძრაობა, ახალი ხაზარაძე. ეს ადამიანები უშუალოდ იყვნენ ჩართულები ბიზნესის რეკეტებში, რამაც შეიწირა უამრავი ადამიანის 10,000-ობით ადამიანის არა მარტო საკუთრება, არამედ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ზოგიერთ შემთხვევაში. არჩევნების გაყალბება მარტო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება, რადგან ტოტალური გაყალბება ხდებოდა არჩევნების მათი რეჟიმის პირობებში. თავარი დანაშაული ეს იყო მაინც 2008 წლის ომი. მათ აღიარებული აქვს, რომ თავად დაიწყეს ეს ომი. ამაზე აქვთ ოფიციალური ხელმოწერა ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებით. ეს არის საკმარისი ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია ყველაფრის სათანადოდ გამოძიება და ეს გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისთვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ 2024 წელი დავხურეთ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, განუცხადა ჟურნალისტებს. პრემიერის თქმით, ამ მაჩვენებლით საქართველოს პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონებში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეს ყველაფერი არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის დამსახურება. გარდა ამისა, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა. ეს არის ის, რასაც მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მინიმუმ იგივე შედეგი გავიმეოროთ 2025 წლისთვის მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს არის იმ სამიზნის მაჩვენებელი, რაც მიზნად გვაქვს დასახული 2005 წლისთვის. მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, განაცხადა ირაკლი კობახიძე. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არის თანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს. პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, ვინაიდან საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს და ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აღიარებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება. თუ ეს ვალდებულება არ
შესრულდება, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სანქციები. მე მინდა ეს ყველა შევახსენო, რაც შეეხება საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელობას. თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აქვს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, 2008 წლის ომი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საჭიროა სიღრმისეული გამოძიება, ვინც არის თანამშრომლები საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ზვიადის ინტერვიუ მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც 1991 წელს მისცა ამერიკის ხმა, საკმაოდ დამაფიქრებელი და ღრმა, როგორც იმ დროისთვის, ისე დღევანდელობისთვისაც ჭეშმარიტი ქართველი პოლიტიკოსის ხედვა და შინარსია წარმოჩენილი დასკვნები თქვენ თავად გააკეთეთ საბჭოთა კავშირი, რაღაც დოზით კიდევ არსებობს მაგ დროისთვის. თქვენთვის ცნობილია, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ მათ საკმარისი მხარდამჭერა ვერ მიიღეს. რას გვეტყვით ამ საკითხებზე? გიორგი გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ამერიკის ხმას 1991 წელს მისცა. ზვიადის ინტერვიუ მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც 1991 წელს მისცა ამერიკის ხმას. საკმაოდ დამაფიქრებელი და ღრმა, როგორც იმ დროისთვის, ისე დღევანდელობისთვისაც ჭეშმარიტი ქართველი პოლიტიკოსის ხედვა და შინარსია წარმოჩენილი დასკვნები თქვენ თავად გააკეთეთ. თქვენთვის ცნობილია, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ მათ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღეს. რას გვეტყვით ამ საკითხებზე? სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს ბალტიისპირეთის, საქართველოს და სხვათა დამოუკიდებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და სხვა დიდი ქვეყნები კვლავ იმედებს ამყარებენ საბჭოთა კავშირზე, გორბაჩოვზე, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუსლის ჩვენი ქვეყნების სწრაფვას თავისუფლებისკენ. ჩვენ დავასრულებთ საბჭოთა კავშირის არსებობას და მათაც მოუწევთ ამის აღიარება. ბატონო პრეზიდენტო, რთული გზა აირჩიეთ. იოლად მოსაპოვებელი არასდროს არაფერი მიზიდავდა. 70 წლის განმავლობაში კომუნისტური რეჟიმი ცხოვრობდა ქვეყანა. თქვენ ბატონო პრეზიდენტო, მთელი შეგნებული ცხოვრება იბრძოდით ამ რეჟიმის წინააღმდეგ. რა შეგიძლიათ გითხრათ კომუნიზმის შესახებ? რა არის ეს კომუნიზმი? საერთოდ როგორ აღიქვამთ სიტყვა კომუნიზმს? როგორც ყოველგვარი სიცრუის და სიყალბის სიმბოლოს, რაც შეეხება თვითონ კომუნიზმის თეორიას, ეს არის უდიდესი საფრთხე კაცობრიობისთვის. მისი განვითარებისთვის კომუნიზმი ნიშნავს ყოველგვარი დემოკრატიულობის, ყოველგვარი ეროვნული თვითგამორკვევის განადგურებას. იგი ანტიკულტურული და ანტიადამიანური დემონური მოძღვრებაა. ბატონო ზვია, თანამედროვე ან წარსული დროის რომელი პოლიტიკოსი, ქართველი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელია თქვენთვის ყველაზე ახლო და მისაღები თავის მოღვაწეობით და სულიერი კულტურით? ჩემთვის ყველა ახლობელი პოლიტიკური მოღვაწე დღევანდელობაში არის პრეზიდენტი რეიგანი, რომლის უდიდესი თაყვანისმცემლიც ვარ და დავრჩები ასეთად მთელი ჩემი ცხოვრება. უდიდეს პატივს ვცემდი პრეზიდენტ დეგოლს, რომელიც აგრეთვე მიმაჩნია უდიდეს სახელმწიფო მოღვაწედ. როგორია თქვენი ურთიერთობა ამერიკის კონგრესთან? ამერიკის კონგრესთან გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები. თქვენ ალბათ მოგეხსენება, თუმცა ამაზე შეიძლება მე არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან არც ერთ პიროვნებას არ ღირსებია ის, რომ მის საპატივცემლოდ ამერიკის კონგრესის კაპიტოლიუმის შენობაზე აღემართათ. თქვენ პირველები იყავით საბჭოთა იმპერიაში, ვინც ჩაატარეთ მრავალპარტიული არჩევნები. თუ შეიძლება გითხარით, კიდევ რაში უნდა იყოთ პირველნი? დემოკრატიაში, ადამიანის უფლებების პატივისცემაში, ამ ტოტალიტარულ იმპერიაში უნდა ვიყოთ დემოკრატიული კუნძული, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, თუ რა შეუძლია მთელი ერის, მთელი მოსახლეობის გაერთიანებულ ბრძოლას და ძალისხმევას. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ თქვენ გუნდში ბევრი მოღალატე აღმოჩნდა. დიდ საქმესთან ახლავს ღალატი, ამაში სენსაციური არაფერია. ამ გზაზე ბევრს შევხვდი, ბევრჯერ მინახავს ადამიანური სისუსტეები, მაგრამ ერთი მარადიული თანამგზავრი არასდროს მტოვებდა. ეს იყო მერაბ კოსტავა, მის გარეშე მე ვერაფერს შევძლებდი. თქვენი პირადი მეგობარი, ჩეხეთ-სლოვაკეთის პრეზიდენტი, დიდი ხანი არ არის, რაც გახდა ადგილობრივი ტელევიზიის სადისკუსიო გადაცემის წამყვანი. თქვენ ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, პოეტს, მთარგმნელს და ბელესტრიტს არ გსურთ გქონდეთ ასეთი მომიჯნავე პროფესია პრეზიდენტობასთან ერთად? პაველისთვის ეს უფრო ადვილია, იმიტომ რომ კრემლი იქიდან თავისით მიდის, იქ უკვე მშვიდობაა. თქვენი პირადი თვისებებიდან რომელს გამოარჩევდით? ჯერ ვერავინ მოახერხა შეუცდომლად გაევლო ცხოვრების გზა. საკუთარ თავზე საუბარი არ მახასიათებს, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ პირადი კეთილდღეობისთვის საქვეყნო საქმის ხალატი თავში არასდროს გამივლია. შეცდომები კი საკმარისზე მეტი დაუშვი. თქვენ საჯარო გამოსვლებში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა მოღალატე, აგენტი და ასე შემდეგ. რა არის ეს ტრადიციული კავკასიური ემოციურობა თუ რეალური პოლიტიკური პოზიცია საკუთარი ოპონენტების მიმართ? მე მიყვარს, როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქვევ. რას მიბრძანებთ? რა დავარქვა იმას, რომ მერკანტილური ინტერესი წინ ეღობება ისტორიულ ამოცანას? მე შიშველი ხელით ვებრძვი იმპერიას, ჩემი არაღი სიმართლეა.
გეგმავთ თუ არა შეხვედრებს მოსკოვში. ნებისმიერი შეხვედრა მისალმებით და კეთილი სურვილებით იწყება. მე არ გამაჩნია ეს სურვილები საბჭოთა კავშირთან, ვიდრე კრემლი საქართველოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. მე იქ არაფერი მესაქმება. გჯერათ რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ? მე მჯერა იდეის, თუ ადამიანი ფიქრობს რომ ყველა ოცნება მისივე ცხოვრებაში უნდა ახდეს, ესე იგი მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის უცხოვრია. ჩემი ოცნება დღეს ხალხმა გაიზიარა, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. საქართველოს-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-10 ხლომის ფარგლებში მქონდა პატივი შევხედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ჩვენ მქონდა ნაყოფიერი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე. ხაზი გაესვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას, აღნიშნავს პრემიერი. საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი, არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი, ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ისინი ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ. ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს. საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი, იმიტომ რომ არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი, არ გაითვალისწინა კონკრეტული ელჩების მუხარები, მოწოდებები კაბინეტებში, როდესაც პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ ჩვენ უნდა დაგვეწყო ომი და შემდეგ გადავსულიყავით პარტიზანულ მოქმედებებზე. ეს ყველაფერი არ გავითვალისწინეთ, არ შეუერთდით სანქციებს და ამით არ ჩამოვაქციეთ ქვეყნის ეკონომიკა, არ გავაუბედურეთ შრომელი რიგითი მოქალაქეები, არ დავანგრიეთ მცირე და საშუალო ბიზნესი და ეს არის ყველაფერი იმის გამოხატულება, რასაც ვისმენთ და ვხედავთ, განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ ჩავარდნილა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ტენდერი 4 ლოტად იყო გამოცხადებული. 4 მათგანზე გამარჯვებული კომპანიები უკვე არის 2-ზეც უახლოეს მომავალში გამოცხადება. არაფერი ჩაშლილა ტენდერი არ ჩავარდნილა. რამდენიმე ლოტზე იყო გამოცხადებული ტენდერი, იცით რომ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა საუბარი. შესაბამისად 4 ლოტად ჰქონდა გამოცხადებული. აქედან 2 მათგანზე უკვე ყავს გამარჯვებული კომპანია, 2-ზე კი გარკვეული შეუსაბამობებები იყო. ამის გამო კომპანიებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ხელახლა ჩატარდა და გამარჯვებული კომპანიებიც გვეყოლება და მალევე სამუშაოებსაც დავიწყებთ, აღნიშნა კალაძემ. ოპოზიციის წარმომადგენლები გაგიჟებულები არიან და ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა. განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიცია მის შედეგები ვერ მიიღო, რასაც ელოდა, რის შედეგადაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ყველაფერი ძალიან მარტივია, სიყალბეა და გარედან მოწოდებული მესიჯები იყო, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. უნდა ეაქტიურა გაფარჩაკებულ, გაუბედურებულ ოპოზიციას, იმიტომ რომ დამარცხდნენ. გარეთ ძალებმა ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ელოდებოდნენ. გაგიჟებულები არიან და ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა. 300,000 ხმაზე საუბარი წარმოგიდგენიათ. ამ დროს მათ ვეუბნებით, რომ წარმოადგინონ ერთი კონკრეტული მტკიცებულება. ფაქტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ არსებობს უნებაში არჩევნების არანაირი გაყალბება არ მომხდარა. ქართულმა ოცნებამ ღირსეულად გაიმარჯვა 1,100,000 ადამიანმა ხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს. პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება და გაყალბების არანაირი ფაქტი არ არსებობს, განაცხადა კახა კალაძე. მისივე თქმით, სახალხო დამცველმაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არჩევნების შესაძლო გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. სენატორი ჯომრიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის ხმასთან აფასებს და ამბობს, რომ იმედგაცრუებულია. სენატორი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში კონტროლს ხალხი აირებს, თუმცა არა კონკრეტებს, რას გულისხმობს იმ ფონზე, როცა მოსახლეობამ არჩევანი საპარლამენტო არჩევნებზე უკვე დააფიქსირა. ჩვენ საქართველოში ბოლო დროს იმედგაცრუებულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გონია, რომ მას სურს და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია და დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია, განაცხადა ჯიმრიშმა. სტამბოლში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სტამბოლში ბოლო 96 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებებში 88 ადამიანი მოხვდა. ექიმებმა 33 ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს. 29 ადამიანი რეანიმაციურ განყოფილებაშია მოთავსებული. ფალსიფიცირებული სასმელი ხშირად ტოქსიკურ მეთანოლს ან ეთანოლს შეიცავს. ყველაზე ხშირი მოწამვლის შემთხვევები სტამბოლის 4 რაიონში დაფიქსირდა. გიუნგიორენში, ბეოღულში, ბაქირქოიში და ბაშაქშეჰირში. ადგილობრივი
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით 15 ადამიანი, რომელიც ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმლის დიდი რაოდენობით გაყიდვაშია ბრალდებული, სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლობაძე ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრი დაზარალებული პირების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, მათ მხარდამჭერის მზაობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა დაზარალებულებს დროული დახმარება გაუწიოს და მათი ცხოვრების პირობები გაუმჯობესოს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით 14 იანვარს გვიან ღამით შექმნილი სამუშაო ჯგუფის საჭიროებების იდენტიფიცირებას სწრაფი რეაგირების მიზნით 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ასევე აფხაზეთის მთავრობაში მუშაობს ხელი ხაზი 153, სადაც დევნილებს უწყვეტად შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლებით განვაგრძობთ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ილონ მასკი ევროპაში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ის მხარს უჭერს ულტრამემარჯვენეებს მთელ ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ეს არის სრულიად მიუღებელი, რაც საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას, აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მასკის ქმედებები უკიდურესი მემარჯვენების სასარგებლოდ იქნება ეს ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ მის პოლიტიკურ პოზიციასთან დაკავშირებული მიზეზების გამო მიუღებელია დასცინა მან. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ინფორმაციას. ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს შეთანხმებას ახლა განიხილავს მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა. უსაფრთხოების კაბინეტმა რეკომენდაცია გასცა შეთანხმების ყველა დიპლომატიური, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული ასპექტის შესწავლის შემდეგ იმ გეგმებით, რომ შეთანხმება მხარს უჭერს ომის მიზნების მიღწევას. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კრივი რაჰი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბარის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულთა შორის 3 ქალი და 1 მამაკაცია. რაც შეეხება დაშავებულებს, ესენი არიან 22 წლის გოგო და 34 და 56 წლის მამაკაცები. მათი მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით ბალისტიკური რაკეტა ქალაქში განლაგებულ სასწავლო დაწესებულებასა და საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ასეთი გახდათ საქართველოსა და უცხოეთში განვითარებული მოვლენები. მე კიდროებით გემშვიდობები, თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე. მადლობთ, რომ ვიყურებთ.